სამხრეთ კავკასიური ტურნეს ბოლო გაჩერება საქართველო იყო. ჩვენი ქვეყანა პირველია რეგიონში, რომელიც 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ფრანსუა ოლანდი საქართველოს პირველად ესტუმრა. მისი მასპინძელი პრეზიდენტი მარგველაშვილი იყო, მაგრამ აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. პროტოკოლის თანახმად ეს დარღვევა არ არის, მაგრამ სომხეთის დედაქალაქში დახვედრის შემდეგ ანალიტიკოსებმა ქვეყნის პირველი დიპლომატის რანგი არასაკმარისად მიიჩნიეს. საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკა კი ოლანდის პირველი შეხვედრის ოფიციალურმა კადრებმა გამოიწვიეს, სადაც ფრანსუა ოლანდი და მაია ფანჯიკიძე საშუალო შემოსავლიანი კლერკის საოფისე ატმოსფეროში შუაზე გაჭრილი ეკლერისა და ღრაფინში ჩასხმული სავარაუდოდ კომპოტის ფონზე სხედან. სკანდალი უწოდოთ თუ არა? მე მგონი არ უნდა უწოდოთ. ვიცი რის თქმასაც აპირებ და მე მგონი სკანდალი არ უნდა უწოდოთ. ინტერნეტის იუმორს საგარეო საქმეთა მინისტრმა იუმორითვე უპასუხა. ძალიან მიკვირს, რომ როდესაც მე ვამბობ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ასეთი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთი სერიოზული გზავნილებით ჩამოვიდა იგი, უცებ ყურადღების ცენტრში ხდება სწორედ ესეთი დეტალი და ასე ვთქვათ, გადაფარა კიდევაც მან მთავარი ნიუსი. თუმცა მეორეს მხრივ მე შემიძლია კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ არა ეს დეტალი და აეროპორტის VIP-ის ასეთი მოწყობილობა, როგორიც არის, ისეთი როგორიც არის, ალბათ ვერავინ ვერ გაიგებდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან პირველი შეხვედრა მქონდა მე. უმაღლესი ხელისუფლებიდან საფრანგეთის პრეზიდენტს პირველი საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგულად კარგად საუბრობს, ჩანთა გადაკიდებული თარჯიმანი მაინც უხერხულად დარბის პირველ პირებს შორის. ესეც კიდევ ერთი შენიშვნა მას, ვისაც ეკუთვნის. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ფრანგულ ეკონომიკური ფორუმი ეფექტური და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოსთვის. ფრანსუა ოლანდმა ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის 4 პრიორიტეტი გამოყო. ოლანდმა მადლიერება გამოთქვა ცენტრალური აფრიკის პრობლემის მოგვარებაში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გამო. თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის იქონიოთ ჩვენი იმედი, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივაზე ისაუბრა. მინდა ვისაუბრო ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. აქ იმედზე საუბარი აღარ არის, რადგან ასოცირების ხელშეკრულებას ევროპასა და საქართველოს შორის ოფიციალურად ხელი სულ ცოტა ხანში მოეწერება. ხელმოწერა ევროპულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ უფრო მარტივად ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. მეორეს მხრივ საქართველოსთვის ხელშემწყობი გახდება ევროპული ბაზარი. არა მხოლოდ ამ ვიზიტის, არამედ მანამდე საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების, ბატონი ვან რომპოის, რომელიც მეორე დღეს იყო და კიდევ ბევრი მინისტრის და ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის არის მიმართული სწორედ იქით, რომ 27 ივნისს ხელი მოეწეროს ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველოს სვლა ევროპისგან გახდეს შეუქცევადი პროცესი. რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით, რომელიც ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ფასეულობების თვალსაზრისით, დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება და გეოპოლიტიკა, სასახად საქართველოს ინტერესი ძალიან დიდია და ვფიქრობ, რომ ოლანდმა ზუსტად ეს იგრძნო იქნებოდა ეს პრეზიდენტთან შეხვედრა, თუ ზოგადად ქვეყანაში სხვადასხვა შეხვედრები რაც ჩაატარა ამ ერთი თვის განმავლობაში, რომ ის ჩამოვიდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას, რომელსაც აქვს პერსპექტივა, რომ გახდეს ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თავის სტუმარს პრეზიდენტი მარგველაშვილი დღის მეორე ნახევარში შეხვდა და ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე პრეზიდენტის სასახლეში დაპატიჟა. თავარი უხერხულობაც სწორედ ამ დროს შეიქმნა, ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა ყუდავა. საფრანგეთის მხარეს საქართველოს მთავრობამ სთხოვა თუ მოსთხოვა, რომ ისინი არ მისულიყვნენ პრეზიდენტის სასახლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი იქ არ მივიდოდა. ეს ინფორმაცია დამედასტურა რამდენმა უკვე ფრანგმა, პარიზიდან ჩამოსულმა და ეს ძალიან ცუდად გაიგეს, რა თქმა უნდა. პრეზიდენტის სასახლის გუმბათოვან დარბაზში გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს და საფრანგეთის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე გაუმასპინძლდა. ქართული კერძების ევროპული სერვირებით. სტუმრად მოწვეული ფრანკოფონები ყვებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი განსაკუთრებით მოიხიბლა ქართული თეთრი და წითელი ღვინით, გორული მწვანით და საფერავით. მან საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს და საფრანგეთის სადღეგრძელო დალია. მაგრამ ეს სადღეგრძელო ვერ გაიზიარა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პროტოკოლით დადგენილი წესების მიუხედავად ოფიციალურ ვახშამს პრეზიდენტის სასახლეში არ დასწრებია. ასეთი ვახშმების დროს უკვირდებიან არა მარტო იმას, ვინ მივიდა, არამედ ხანდახან კარლა ბრუნის ფეხსაცმელის ქუსლის სანტიმეტრებს ზომავენ და შენეუბნები, რომ
იქ მიდი, აქ არ მოხვიდე, ის მოვა, ეს არ მოვა, ეს ბუნებრივია, რომ გაუგებარი დარჩება მათთვის. მთავრობის კანცელარიიდან პრეზიდენტის სასახლეში პრემიერ-მინისტრის არ მოსვლამ უხერხულობა შექმნა სტუმრებშიც. საფრანგეთის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის პოლიტიკური და არაოფიციალური დეტალების შეფასება საფრანგეთის ელჩს საქართველოში ბატონ რენო საალენს ვთხოვეთ. ეს იყო კარგი და ძალიან წარმატებული ვიზიტი საფრანგეთისთვის და საქართველოსთვისაც. ჩემი პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილი იყო. ის ჩამოვიდა საქართველოში როგორც მეგობარი, რათა ჩამოეტანა საფრანგეთის მყარი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის. ამ ვიზიტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია საქართველოს ეკონომიკური განვითარება. უნდა იცოდეთ, რომ პრეზიდენტი ჩამოვიდა 20-მდე ბიზნესმენთან ერთად. ისინი დაესწრნენ ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც თავის მხრივ ჰქონდა ბევრი წარმატება. თქვენ შეგიძლიათ თქვენი დასკვნა გააკეთოთ, მაგრამ ეს არის საქართველოს შიდა პოლიტიკური ასპექტები. ჩემი პრეზიდენტი ძალიან კარგად მიიღო პრემიერ-მინისტრმა. მათ ჰქონდათ საინტერესო შეხვედრა. იმგზავრეს ერთი მანქანით, ისაუბრეს ფრანგულად. ის ასევე თბილად მიიღო პრეზიდენტმა. სასახლეში, სადაც ზოგიერთი მთავრობის წევრი მივიდა, ზოგიერთი არა, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი დახვედრა. ჩემი პრეზიდენტი მიიღეს პატივისცემით, მეგობრობის, მასპინძლობის შესაბამისად. Of friendship and hospitality that he received in Georgia. საქართველოში ვიზიტის ბოლოს ფრანსუა ოლანდი ფრანგული საცხობების ქსელ ანტრეს ესტუმრა, სადაც ყავა და კრუასანი დააგემოვნა. ფრანგულ პრესაში ამან ერთგვარი ღიმილი გამოიწვია, სადაც წერენ, რომ პრეზიდენტი მის ახალსაყვარელს დილაობით თბილი კრუასანებით ანებივრებს. საფრანგეთი რამდენიმე დღის წინ დავტოვე, მაგრამ არც კი ვიცი იქ ვინმემ შეამჩნია თუ არა ჩემი არყოფნა. ციტირებს ფრანგული გამოცემა Le Parisien ფრანსუა ოლანდის სიტყვებს, რომელიც მას გაზეთის თანახმად საქართველოში ფრანგი ბიზნესმენებისთვის უთქვამს. საქართველოში კი მისი ვიზიტის არც ერთი დეტალი არ დარჩენილა უყურადღებოდ. ფრანსუა ოლანდმა საქართველო იმავე დღესვე დატოვა, როგორც კადრებში ჩანს კრუასანების გარეშე.